2023 წელს ბატონო ირაკლი ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საქართველოს პარლამენტში დააყენა ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით. გახსოვთ მაშინ თქვენი ცინიკური დამოკიდებულება ჩვენი ინიციატივის მიმართ, მაშინ როდესაც გეუბნებოდით, რომ ქვეყანაში ტრანსნაციონალურ დანაშაულს ხელს აფარებდა მაღალი პოლიტიკური და სხვა თანამდებობის პირები. მაშინ თქვენი დამოკიდებულება იყო ზერელე. და დღეს თქვენ ამაზე პასუხისმგებლობას იღებთ როგორც მართველი პარტიის თავმჯდომარე და გადაწყვეტილების მიღები მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი საქართველოს პარლამენტში. თქვენ ჩააგდეთ ეს ინიციატივა და 3 წელი მიეცით შესაძლებლობა გრიგოლ ლილუაშვილს ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაეზიანებინა და თურქი ვიღაც ინვესტორისგან წარმოგიდგენთ უსაფრთხოების სისტემა როგორი გახვრეტილია, როდესაც თურქი ბიზნესმენისგან იღებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 1 მილიონის ქრთამს. ამას რო თავი დავანებოთ. ბატონო ირაკლი, თქვენ გეუბნებოდით ასევე რომ აწუკვე შეერთებული შტატების მიერ FSB-სთან თანამშრომლობის ბრალდებით ბატონი ფარცხალაძე ასევე დაკავშირებული იყო კოლ-ცენტრებთან, მაგრამ თქვენ მათ შორის ხმა არ მოგიღიათ მაშინ და პირდაპირ ფორმით მონაწილეობდით ამ პროცესში, როდესაც მას შესაძლო დანაშაულებრივი აქტივებზე წვდომა მიეცით, როდესაც რუსული ბრძანება ფაქტობრივად გამოეცით ეროვნული ბანკის მხრიდან, თუმცა თურნავას პასუხისმგებლობაზე აქ საერთოდ არ საუბრობთ. თქვენ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას იღებთ და ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ყველაფერს ეს რო გადავდოთ. შეერთებული შტატების მიერ კორუფციისთვის არის სანქცირებული სასამართლო გავლენის ჯგუფის წევრები, მურუსიძე, ჩინჩალაძე, სხვა ადამიანები, რომლებიც ძალიან სისტემურ პრობლემას წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დროს, რომელიც შეიფარეს ამ ხელისუფლების დროს, აღაზევეს სასამართლო სისტემაში. ეს ადამიანები კორუფციისთვის არიან სანქცირებული შეერთებული შტატების მხრიდან. ეს ყველაფერი დავასრულებ. ეს ყველაფერი გვერდზე არის გადადებული. ეხლა გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის, მარნეულში სადღაც დაიჭირეს ადამიანი და ყველანი ყოფილი უნდა ვიყოთ. ბატონო ირაკლი, ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, თქვენც ზუსტად ამ მანკერის სისტემის ისეთივე ინსტრუმენტი ხართ, როგორც იყვნენ თქვენი წინამორბედები. ბატონი ხარიბაშვილი, ბატონი ლილუაშვილი. აი ამ ტელეკომპანიაშიც რო ვზივარ ეხლა, იცით პოლიტიკური კორუფციის გამოვლინება რა არის, ბატონო რეზი? როდესაც თქვენი ტელეკომპანია წლიდან წლამდე მუშაობს ზარალით. და ფაქტობრივად მაგალითად 14 მილიონის შემოსავალი მიიღეთ 2024 წელს და 26 მილიონის ლარის მარტო ხელფასები გაეცით. და დავალიანება სახელმწიფოს წინაშე გააქვთ რამდენიმე მილიონის. და როდესაც ადამიანები 5000 ლარიანი ჯარიმის გამო იხრჩობიან, ცრემლებით იხრჩობიან, მათ შორის პირდაპირ მნიშვნელობით, რომ ვერ ახერხებენ ამის გადახდას და ყადაღების ქვეშ არიან, თქვენი ტელეკომპანია რატომღაც ფუნქციონირებას აგრძელებს. და აგრძელებს იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო თქვენ არაფერს არ გთხოვთ. მაგრამ ესეც კარგი იქნებოდა მათ შორის თუ გავითვალისწინებდით იმას, რომ ყველასთვის თანაბარი პირობები იქნებოდა. საინფორმაციო სააგენტოები იხრჩობიან, რეგიონული მედია იხრჩობა, იმიტომ რომ წვდომა არ აქვს, დონაციასთან, ფულთან არ აქვს წვდომა და ამ ყველაფერს თავი რო დავანებოთ, ყველამ კარგად იცის ამ ქვეყანაში. საიდან ფინანსდება კონკრეტულად თქვენი ტელეკომპანია? ჯორჯიან მანგანეს იმის ფული არ აქვს, რომ 2000 მუშას გადაუხადოს და გაათავისუფლოს სამსახურებიდან. მათ შორის ბატონო ირაკლი თხოვნა გადმომცეს და მინდა რომ გადმოგცეთ თქვენ შეხვედრა და დებატები უნდათ ამ ადამიანებს. თქვენთან და იმედია პასუხს დააბრუნეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ აქვს იმის ფული, რომ თქვენს ყოფილ დირექტორს მაგალითად 9 მილიონი გადაუხადოს ერთ წელიწადში ხელფასი. რაც შეეხება თქვენს მოსაზრებას, რომელშიც კითხვებიც იყო, ბატონო ირაკლი, თუ გნებავთ ამ კითხვაზე, უპასუხეთ, ჩვენ არ გვაქვს კითხვების რაუნდი, მოსაზრება კითხვები გქონდათ, იმიტომ რომ მივართ თუ გაქვთ სურვილი შეგიძლიათ უპასუხოთ და თუ არა და კი ბატონო. არგუმენტი რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას. პირდაპირ გეტყვით, თქვენ რომ კონკრეტულ ფაქტებზე გესაუბრათ, თქვენ რომ დაგესახელებინათ კონკრეტული შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ეს კომისია არ შეიქმნა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენ მხოლოდ პოლიტიკური თქვენ გქონდათ მარტივი ამოცანა მაშინ, მარტივი ამოცანა, პოლიტიკური ამოცანა იყო თქვენ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. ლილუაშვილის მიმართ. რაც შეეხება ფარცხალაძის სანქცირებას. ეს არის პოლიტიკური აქტი. გეუბნებოდით, რომ რაც შეეხება ფარცხალაძის სანქცირებას და დღესაც თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სანქცირება იყო აბსოლუტურად არალეგიტიმური მოვლენა და არავითარ შემთხვევაში ლეგიტიმური. FSB-სთან კავშირში იყო არალეგიტიმური, მე ეს ადამიანი რომანოვი გახდა, დაждდა კრემლთან და სანქცირების პრაქტიკა იყო მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული. ძალიან მარტივი ფარცხალაძე FSB-სთან კავშირში ბრალდებით რომ დაასანქცირეს. სწორი აღმოჩნდა თუ არ აღმოჩნდა? არა, თვითონ სანქცირება როგორც ასეთი იყო პოლიტიკურად მოტივირებული და მისი მიზანი იყო დადასტურდა ეს თქვენი რეაქციიდან არა, მაგასაც არ აქვს მნიშვნელობა, მაგასაც არ აქვს მნიშვნელობა. არა, ამაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ. რომ მიზანი იყო სპეკულაციური. ანუ ეს იყო სპეკულაცია. რასაც ჩვენსა და თქვენ შორის იცით რა არის სხვაობა, რაღაცა თვითმიზანი არ არის. ჩვენ კაბინეტებს გამოკერებული ადამიანები არა ვართ. მაშინ
როდესაც შეგვეძლო ამის კეთება, გავაკეთეთ. როდესაც ჩვენს პრინციპებთან რაღაცა მიუღებელი იყო, წამოვედით. რა გააკეთეთ, კაცო, გაუმჯობესებული გახედეთ თავრობის აქტები და გააკეთეთ. მივალ იქამდეც. თქვენ თავრობის ხდომაზე ხო არა ხართ ხა, მეც მომასმენი მოისმინეთ და მათქვევინეთ ჩემი არგუმენტები. თავრობის დადგენილებებს და განკარგულებებს რაც შეეხება. ძალიან კარგად იცით, რომ პანდემიურ კრიზისის დროს მოგვიწია ოპერირება, ძირითადი ნაწილი ჩვენი მთავრობის ადმინისტრაციაში ყოფნის დროს და შესაბამისად ბუნებრივია რაღაცა პროცესები შეფერხდა, მათ შორის მთავრობის განკარგულებების და დადგენილებების გამოქვეყნების. ბატონი ლევანიც დამეთანხმება აქ, რომ აი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ასევე სისტემური გამოწვევების წინაშე ვიყავით, როდესაც ვებგვერდი იყო მძიმე მდგომარეობაში, სერვერული ინფრასტრუქტურა არ ვარგოდა, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის და 2021 წელს განვაახლეთ დასაწყისში ეს სერვერული ინფრასტრუქტურა. გახსოვთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტი დაიხაკა მაშინ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოჩნდა აი ეს თავარ პეიჯზე და შესაბამისად აი ამის გამო გაჩერდა მთავრობის ეს ტყუილია რა არის ტყუილი რა არის ვიცი რადგანაც გაჩერდა საერთოდ არ იყო ტექნიკური მიზეზები შუაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბორდი რო დაიხაკა 2010 წლიდან ინფრასტრუქტურა რო არ განახლებულა თუ მე რო განვაახლა კონკრეტული რა შეიძლება თუ რამე შეკითხვა გააქვთ რომელიმე განკარგულებასთან დაკავშირებით ხო აიღეთ ვალდებულება ატეკით და გამოვაქვეყნეთ რა პრობლემაა მათ შორის გიორგი გახარიას დროს მიღებული განკარგულებები რომელიც ძირითადად ეხება კოვიდს თავიდან ბოლომდე და მათ შორის აი ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ძალიან კარგად იცით უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში რა გადაწყვეტილებებიც მიიღებოდა მე მთავრობის ფორმატით როგორ ხდებოდა ამ ყველაფერს გამოვაქვეყნეთ რა პრობლემაა ერთადერთი რაც იმ ადმინისტრაციიდან წამოვიღეთ არის რეპუტაცია მე რაც გამაჩნია და საკუთარი ოჯახს ხო არაფერი არ მაქვს შესაბამისად ვერანაირ კითხვის ნიშანს ჩემს კეთილსინდისიერებასთან მიმართებით ან გამოქვეყნების ნაწილში გამჭვირვალობის ნაწილში თქვენ ვერ დასვათ განსაკუთრებით იმ ფონზე როდესაც თქვენ ყველაფრის გამჭვირვალობა უზრუნველყავით და ამავდროულად ფაქტობრივად სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეთ, როდესაც ინტერაოსთან გაფორმებული ხელშეკრულება გაგეპარათ თუ როგორ მოხდა ბატონო კითხვა რა შეგომარი მივალ აქ ბატონო რეზი ბატონო ირაკლის ასაუბრეთ 9 საათიდან მეც რეპლიკის შესასრულება ბრალდებებზე პასუხისგაცემის უნდა მომცეთ რაც შეეხება მესამე საკითხს რაც თქვენ არ მიპასუხეთ მათ შორის და რასაც გვერდი აუარეთ ჯორჯიან მანგანეზის საკითხს რომელიც არ ახსენეთ და მათ შორის იმ თხოვნას რომელიც აი მუშებმა 2000 ადამიანმა გადმოცა თქვენთან შეხვედრასთან დაკავშირებით და დებატების გამართვასთან დაკავშირებით რასაც იმედია დაუბრუნებთ პასუხს და გამჭვირვალობას რაც შეეხება ბატონო ირაკლი მალავთ არაბულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას და იძახით ამავდროულად რომ ინვესტორს პრობლემა არ აქვს ხელშეკრულების გასაჯაროების თქვენ სახელმწიფოს რა პრობლემა გაქვთ ეს ხელშეკრულება რო გაასაჯაროოთ და თქვენ მეუნებით დღეს და მესაუბრებით აქ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და რაღაც სტანდარტებზე მესაუბრებით როდესაც ფაქტობრივად მართველი პარტიის თავმჯდომარე იყავით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყავით ფაქტობრივად და ხრელი იყო პარლამენტი ხრელი იმიტომ რომ თქვენი ზედამხედველობის ფუნქცია არ არსებობდა თქვენ 2024 წლის თებერვლიდან იწყებთ წელთაღრიცხვას მას შემდეგ რაც გახდით პრემიერი და თქვენ ბევრად უფრო საპასუხისმგებლო პოზიციებიც გეკავათ მათ შორის მაშინ როდესაც გახდით მართველი პარტიის თავმჯდომარე ეს ესე ვერ გამოვა ვიღაცისთვის წელთაღრიცხვა 2003 წელს იწყება ვიღაცისთვის 2012 წელს თქვენთვის როგორც ჩანს 2024 წლის თებერვალში მაგრამ ეს ასე არ გამოვა და მე იმედი მაქვს რომ ამასთან დაკავშირებით პასუხს დააბრუნებთ ჩვენ ასევე მე შეჯამების საშუალებაც გვექნება ხო ასე ბატონო რაც შეეხება შეკითხვას ბატონო ირაკლი თქვენი და კალაძის ურთიერთობის მეგობრობის შესახებ გვსმენია და კალაძე იყო ადამიანი რომელიც 2019 წლის 20 ივნისის მერე რაც მოხდა ქვეყანაში და რომელზეც პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე ხართ თქვენ გამოვიდა თქვენ არ ვიცი ალბათ რისგან შეიკავეთ თავი როდესაც განცხადება არ გააკეთეთ უშუალოდ თქვენ გადადგომასთან დაკავშირებით და მან აიღო ეს პასუხისმგებლობა და განაცხადა რომ თქვენ გადამდგარი იყავით პოლიტიკური თანამდებობაზე. მან აიღო ეს პასუხისმგებლობა თქვენზე მაშინ. აი თქვენ შეგიძლიათ ახლა აიღოთ პასუხისმგებლობა, რომ კახა კალაძე არც ერთ იმ კორუფციულ ბრალდებაში, რომელიც ისმის საზოგადოებაში, მათ შორის მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით, კოეფიციენტებთან დაკავშირებით, დეველოპერობასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არის უდანაშაულო. შეგიძლიათ ეს პასუხისმგებლობა აიღოთ კახა კალაძეზე? თქვენ ბუნებრივად დაიბადება ადამიანის გონებაში ეს შეკითხვა საერთოდ პასუხისმგებლობას არიღებთ არაფერზე 2024 წლის თებერვლამდე. აი, კარგი, თავი დავანებოთ ამ ყველაფერს, გადავფურცლოთ ეს ფურცელი 2024 წლის თებერვლის მერე, რაც ქვეყანაში ხდება. ამაზე უშუალოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი, თუ პასუხისმგებლობის რაღაც წილი აქვს ბიძინა ივანიშვილს, თუ ორივე ერთად, თუ ცალ-ცალკე. აი ეს რომ იპასუხოთ ამ ორ შეკითხვაზე პასუხი. დიდი მადლობა.
პირადად იყო გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა იმის გამო, რომ კონკრეტულ აქტებს მოყვა კონკრეტული რეაქციები. ეს ერთი. იქ ვიყავი და ტყუილს თქვენამბობ. ან შეიძლება არ იცით, მე ტყუილს არ გაბრალებ, შეიძლება არ იცით, მაგრამ მე იქ ვიყავი და ვიცი რაც მოხდა. რაიც და რატო არ მოიგეთ ხმა? პრივატიზაციის მოდი დავასრულებ. მეტად ვერ შევიჭრებოდი მე მაშინ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაში. ავით მაშინ ბატონო აღმასრულებელი მდივანი ვიყავი მაშინ პარტიის და პრემიერმა მიიღო რაღაც გადაწყვეტილება თავისი პასუხისმგებლობით და ასე იყოფა ხოლმე გუნდის შიგნით პასუხისმგებლობები. და თვითონ იყო პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებაზე. ასევე რაც შეეხება მანგანეს, ჭიათურას, ამაზე თქვენი შუამდგომლობა არ გჭირდება. სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული ამ საწარმოს ფუნქციონირებაში. შესაბამისად თქვენი შუამავლობის გარეშე მიუხედავთ შუამავლობის გარეშე კი შეხვდებით დებატებს ამ საკითხს მიუხედავთ ამ საკითხს ამ დებატებზე არ დაუსხდებით ამ ადამიანებს. არა, მაღაროელების და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები საერთოდ ანომალიაა და რაც შეეხება რომლებსაც სათქმელია. არა, რაც შეეხება აქ საუბარია საწარმოზე, რომელიც რეალურად სახელმწიფო სუბსიდიით ფუნქციონირებს. ირიბის სუბსიდიით ფუნქციონირებს და როგორ შეიძლება დებატებით? რამდენი წელია დროებით მართლაში? უამრავი წელია, როცა სუბსიდირებით. იმიტომ რომ ხო იმას თუ რამდენად მალავთ არაბულ კომპანიასთან გაფორმებულ შეთანხმებას, ეს არის კომერციული საიდუმლოება, მილიონჯერ განმარტეთ ეს ყველაფერი, ამის მიუხედავად ჩვენ დეტალები წარვადგენთ პარლამენტში და თქვენი პარტიის წევრებმა კითხვა ვერ დასვეს. აი თეორიულად ხო შეიძლება რაღაც კითხვა გქონდეს, აი რა შეიძლება იდოს ცუდი ხელშეკრულებაში, რომ გვაინტერესებს. კითხვა ვერ შემოატრიალეს, რატომ? იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველაფერი საჯარო გავხადეთ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, გარდა ტექნიკური, იურიდიული ნიუანსებისა, რაც არის კომერციული დამალული ტექნიკური, იურიდიული დეტალები. რეალურად ეს არის გაუსაჯაროებელი, მეტი არაფერი არ არის. ზუსტად ვიცით, ინვესტორი, კონკრეტული ინვესტიცია, რა ფართობის მიწას და ყველაფერი გავასაჯაროეთ, აბსოლუტურად ყველაფერი გავასაჯაროეთ. ინტერესა ყველა კითხვასთან დაკავშირებით. ბოლობას გახი კალაძეზე? რომის კორუფციაში არ არის გასული, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, როგორც გუნდის წევრი, რომ ეს რა თქმა უნდა ასეა, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ კონკრეტული კითხვები და აქაც არ შეიძლება ზოგადი საუბარი. ზოგადი საუბარი არ შეიძლება. კონკრეტული კითხვები დაუსვით კახი კალაძეს და დარწმუნებული ვარ, რომ გაგცემთ პასუხს ყველაფერთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, ჩემი გუნდის წევრია და გუნდის წევრთან ერთად მაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა მთელი ამ წლების განმავლობაში და ვიცი გაქვთ თუ არა რაიმე კონკრეტული კითხვები, თუ იქნება კითხვები, გაგცემთ რა თქმა უნდა თავად პასუხს. და რაც შეეხება ბატონი ბიზნიამონიშვილის პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ის არის მართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას, ბატონი ბიზნიამონიშვილი როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, როგორც მთავრობის თავმჯდომარე და ეს შემდეგ ხო გუნდში არის გადანაწილებული ბუნებრივია ეს პასუხისმგებლობა, ძალიან მარტივია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. და როგორ არ სრულდება გრეკოს რეკომენდაციები, ხო? გრეკოს რეკომენდაციების ნაწილი იყო იუსტიციის საბჭოს გავლენის შეფასება. ერთი საკითხი და დაწინაურების სისტემის ერთი საკითხი, როდესაც გვესაუბრებით ხშირად, როდესაც დამასრულებინეთ, დამასრულებინეთ ყველა ნაწილში გვაქვს წინსვლა და პრემიერის ხელფასი გავიგეთ 10000 ლარია თუ რამდენი არის. შეგეძლოთ თავის დროზე ეს ყველაფერი. ამას დიდ საქმედ გაგეკეთებინათ, მაგრამ ნუ როგორც ყველაფერს კოვიდი დააბრალეთ და თან იმას პრეზიდენტის საიტზე შეტევას. ერთი საკითხი კიდე, როდესაც გვესაუბრებით მორალური პედესტალიდან, მორალურ რაღაცა პრინციპებს, როცა შეეწინააღმდეგა, როცა რაღაცა პრინციპებს შეეწინააღმდეგა. ბატონ ბერდია ორ ხმაში საუბრობთ, არაფერი არის. გრეკოს რეკომენდაციის შესრულებად გვასახებს პრემიერის ხელფასის გასაჯაროებას და ეს გრეკოს რეკომენდაციებს მივყევით აბსოლუტურად პროკურატურას აბსოლუტურად პროკურატურა დამოუკიდებელია, რატო არ არის დამოუკიდებელი პროკურატურა? ფორმალურად არის დამოუკიდებელი. რატო არ არის? თქვენი გავლენის ქვეშ არის? წარმოუდგენელია უბრალოდ. ეს ადამიანები ძალიან დიდი ბოდის ეტაპზე ამასრულებინებენ, კარგი. ძალიან ბევრი ისეთ რაღაცეები გავიგეთ ეს ჩვენი ოპონენტებისგან, რომელიც საერთოდ არ არის. ეხა ისაუბრეს რაღაცა ვიწრო რეფორმებზე, რომელიც ცდილობენ რომ გაასაღონ რაღაცა განსაკუთრებულ რეფორმებად ანტიკორუფციული მიმართულებით. მაშინ როდესაც მურუსიძე ჩინჩალაძე ყავთ ეროვნული ბანკის ბრძანებით გაატანეს ფარცხალაძე სავარაუდოდ დანაშაულებრივი აქტივები, ტრანსნაციონალური დანაშაულის შედეგად მოპოვებული აქტივები. როდესაც ყავთ ფეოდალები, მინი ფეოდალები, მათ შორის ახალმერებად ყავთ არჩეული ისინი, რომლებიც აუდიტების დასკვნით შესაძლო კორუფციულ დანაშაულში არიან ხელებულები, მათივე აუდიტის დასკვნით. მაგრამ ეს ყველაფერი არის ციცით რისიბრალი, ანუ ჩვენ აი თამაში მივყვებით ამათ, რომ თითქოს ესენი კორუფციას ებრძვიან სადღაც ვიღაც მარნეულის მერიის თანამშრომლის ან მცხეთის მერიის თანამშრომლის დაკავებით. იმიტომ რომ
ეს ყველაფერი ამით დავიწყეთ ჩვენ რა, ეს არის კორუფციულად მართული სისტემა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები, ეკონომიკური დოვლათი და პოლიტიკური ძალაუფლება ერთი ვიწრო ჯგუფის ინტერესებისთვის გამოიყენება და ბატონი ირაკლიც არის მომსახურე პერსონალი აი ოჯახის და აი ამ ჯგუფის. დავასრულებ თუ შეიძლება. ბატონო ირაკლი, თქვენ ადრე მხოლოდ პარტიის თავის ტკივილი იყავით, სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ 2019 წლის 20 ივნისიდან გადაიქეცით სტიქიურ უბედურებად ამ ქვეყნისთვის. თქვენ სახელთან ასოცირდება გავრილოვი, ემიგრაციაში წასული ახალგაზრდობა, ევროკავშირთან გაჩერებული მოლაპარაკებები, შეჩერებული სტრატეგიული თანამშრომლობა. სისულელზე უპასუხო. დამასრულებელი. რატო ღელავთ ასე? პრემიერ-მინისტრი არ ღელავ, კაცო. ერთ-ეგივე სისულელე სოფო თქვით, დაკოპირებული ფორმით და ხარიბაშვილსაც კი, ბატონო ირაკლი, თავის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ჩასაწერი ის მაინც აქვს, რომ ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი და კანდიდატის სტატუსზე განაცხადი გააკეთა. თქვენ ჩაიწერთ მოსკოვის მექანიზმს, ნაცემ ახალგაზრდობას, მოწამლულ ადამიანებს, დაჭერილ ახალგაზრდებს. თვალები დათხარეთ თქვენ. ბატონო ირაკლი, დამოსრულებელი. არა, ასაღელოებელია რა ნაცემზე ლაპარაკობ. თქვენ ევროკავშირში კი არ მიდიხართ. მე არ თქვენი ბარდის თავზომარებ თვალები დათხარა ხალხს. შეიძლება ეს არის ტყუილი, ეს არის ტყუილი, მე ვიცავ მის ინტერესებს და ერთი მტკიცებულება არ არსებობს 20 ივნისს, ბატონო ირაკლი. 20 ივნისის ორგანიზატორი ერთადერთი ხართ თქვენ, ბატონო ირაკლი. ეს ახალთან თქვენ იყავით მასპინძელი გავრილოვის. ერთი წამი. თქვენ იყავით გავრილოვის მასპინძელი. თქვენ დაუთმეთ თქვენი სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატი. შეთანხმებული იყო ვიზიტის დეტალები. სერგეი გავრილოვი ჩაჯდებოდა. დეტალები იყო შეთანხმებული და ვინ უჭახუნებდა ჭიქას სერგეი გავრილოვს? ვიზიტის ერთი წამი დავასრულე. კორუფციისთვის ნასამართლე ღარიბაშვილს კაც კი უფრო მეტი აქვს თავის ბიოგრაფიით სათქმელი ვიდრე თქვენ და თქვენ სახელთან იქნება ასოცირებული ის ყველაფერი რაც შემოუთვალე. მე არ ვიცი თქვენ ახლა ლადო კახაძის კატამარანით მიდიხართ ევროკავშირში თუ დასავლეთში, მაგრამ რეალობა არის ის, რეალობა არის ის, რომ თქვენ ხართ ბარიერი რეალურად დასავლური ინტეგრაციის გზაზე და მე თხოვნა მაქვს ბოლო თქვენთან. მე არ ვიცი ვიღაცა ჩათვლის რომ მგლის თავზე სახარების კითხვაა ეს ყველაფერი, შეურაცხყოფად არ მიიღოთ რა თქმა უნდა, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ იმ ადამიანების ტანჯვის შემსუბუქება, რომლებიც დღეს ციხეში არიან, რა ვიცი, ზოგი შულს ვერ ნახულობს, ზოგმა ისე დამარხა. გაბარული მე ვიცი ერთი ადამიანი, რომელიც ბაქოში ელოდებოდა 20 ივნის განვითარებულ მოვლენებს. არსად არ გაბარულვარ მე. მივიღე გადაწყვეტილება და თქვენ გაიპარეთ რუსთავის. იმ დღეს ვიზიტი მქონდა. ბატონო ირაკლი, აი რატო ღელავთ ასე მორალზე? არა, ასაღელოებელია, იმიტომ რომ საერთოდ ლაპარაკობ თვითონ თანაგზნობით ამ ახალგაზრდების შესახებ. ჩაადენენ დანაშაული ამბავში. ძალიან გთხოვთ, ნუ ღელავთ უბრალოდ ასაღელოებელია, ამაზე ასაღელოებელია. ერთი მტკიცებულება წარმოადგინეთ, რომ ან ახალისებდა ჩვენი რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ამ პროცესს. რა თქმა უნდა. ერთი წარმოადგინეთ. მედიაში რა ხდებოდა? არ გამოდიოდით ხარდამჭერებად იმ დღეებში? რის ხარდამჭერება? აი რაც ხდებოდა ყველა. მშვიდობიანი პროტესტის რომელიც რა მშვიდობიანი, 5 დღე მშვიდობიანი პროტესტი იყო. უბრალოდ თხოვნა. არა გაქვთ პასუხი. არ მაქვს პასუხი კი არა, თხოვნა მაქვს უბრალოდ ბატონო ირაკლი. თოვნად მიიღეთ. გლის თავზე სახარების კითხვით დავიწყე ეს ყველაფერი. მე არ ვიცი თქვენ ამას გაიგებთ თუ არ გაიგებთ. შეურაცხყოფად არ მიიღოთ გეუბნებით. გთხოვთ რომ ამ ადამიანების ტანჯვა დაასრულოთ. აი ამ ყველაფერზე მაღლა დადეკით. ეს იქნება ბიოგრაფიაში შესატანის საკითხი, ნამდვილად თქვენს ბიოგრაფიაში. გასაგებია, ბატონო ბერდია, თქვენი პოზიცია